მოგესალმებით. დღეს გახლავართ ტე გალერეაში, რომელიც მასპინძლობს რამაზ რაზმაძის პერსონალურ გამოფენას. გამომყევით და დაგათვალიერებინებთ. ეს არის ახალი ნამუშევრების გამოფენა პრაქტიკულად და აქ რამოდენიმე ძველი ნამუშევარი არის დამატებული იმისთვის, რომ ევოლუცია მეჩვენებინა, ანუ ამ სტილის ცვლილება და განვითარება საერთოდ შემოქმედებითი და ტექნიკური განვითარებაც აი ბოლო წლებში რაც ანუ აბსოლუტურად როგორც ხედავთ, აბსოლუტურად სხვა მანერაში არის ეს ნამუშევრები და საინტერესო არის აქ ევოლუცია. მიზანი ამ გამოფენის და კონცეფცია არის ის, რომ მეჩვენებინა გადასვლა ახალ თემებზე, ახალ სტილზე და ახალ მანერაზე. და ახალ ტექნიკაზეც. ანუ პრაქტიკულად რასაც ხედავთ, ეს არის 80%-ით არის ახალი ნამუშევრები და საერთოდ არ გავს ძველს. მარტო არის სიმბოლო სიურეალისტების და სიურეალიზმში ძალიან ხშირად იყენებდნენ როგორც ძალიან უცნაურ არსებას და უცნაურ ობიექტს. და აქაც გამოყენებულია ესე, ოღონდ კომპოზიცია არ არის სიურეალისტური აბსოლუტურად, არის უფრო მოდერნისტული მანერა არის გამოყენებული. ანუ ეს არის ისევ რაღაცა სიმბიოზი ამის სიურეალიზმის და თანამედროვე ხელოვნების. თავარი ამოცანა არის, როცა შენ რაღაცას უცნაურ სიურეალისტურს ან თანამედროვე რაღაც ექსპერიმენტს ატარებ, რომ ვიზუალურადაც იყოს საინტერესო. ნახატის შექმნის პროცესი თქვენთვის უფრო არის კვლევა თუ თვითგამოხატვა? მედიტაცია არის. ეს არის სულიერი ზრდა, მედიტაცია და ტრანსი. ანუ მე მაგ მუშაობის პროცესში არაფერზე არ ვფიქრობ, საერთოდ. და ეს არის ჩვეულებრივი მედიტაცია, განთავისუფლება ყველაფრისგან და მთავარი მიზეზი არის, რომ რაც შეიძლება უფრო თავისუფლად იმუშაო და თავისუფლად გამოხატო შენი ზოგადად რაც გაქვს ათქმელი და არ იყო რაღაც ჩარჩოებში და არ გეშინოდეს შეცდომის დაშვების აბსოლუტურად უნდა იყოს თავისუფალი. ეს არის ჩემი მიზანი არის თავისუფლება მუშაობაში და პროცესი არის მედიტაცია. იმიტომ რომ ეს გაძლევს რაღაც გარკვეულ განვითარებას. პროცესი თვითონ გაძლევს განვითარებას. გამოფენის მოწყობის იდეა არის ეგ, რომ გაჩვენოთ რეზულტატი პროცესის.